მარიამი რეციდივისტია. უпростоრად მას რეციდივისტად სახელმწიფოს რეპრესიული მანქანათვლის. თორემ ისე ერთი უწყინარი, მარტოხელა დედაა, რომელსაც უსამართლობასთან ბრძოლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ბრძოლის მეთოდი კი მოფიქრებული. Kiswant. Georgi Varchachova, Subinsanusabagul zedek. Aha. Kaut moista, piribada. Არა. Samata darbola არის. არა. მოიხსენეთ. არ გემორჩილებით. გასაგებია თუ არ მომორჩილებთ, მაშინ თქვენს უნდა დაიწყება სამართალ წარმოება, ადმინისტრაციულ სამართალ წარმოება 174 მარტ. აჰა. და თავისთავად დაჯერებული სასამართლოში კი წასადგენ. ბატონო. არა, რა თქმა უნდა, არ გემორჩილებით. არ ხალხო, არ გემორჩილებით. თქვენ ხართ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ ხელდასმული პოლიცია, რომელსაც არ ვემორჩილები. რამდენიც გინდათ იმდენით მოდით, რამდენიც გინდათ იმდენით წერეთ და მე თქვენ თვითონვე იკითხეთ. არ გემორჩილებით, არა. ბატონო მარიამ. არ გემორჩილებით. ხვალაც ვაპირებ რომ დავარღვიო. შვიდად ვარ. შვიდად ვარ. შვიდად ვარ. ჩვეულებრივად მაშინ თქვენს უნდა დაიწყება ადმინისტრაციულ სამართალ წარმოება. კანონიც ხო რეალურად ამოცნობაზეა, თუ პირის იდენტიფიცირება შეუძლებელია, ამ შემთხვევაში შეუძლია პოლიციას მივიდეს და უთხრას, რომ ის კანონს არ ყოფს და ამ პოლიციელებმა ამდენი წლის განმავლობაში ისე კარგად მისწავლეს ჩემი სიარულის მანერაც კიციან სულ რომ რაღაცა ჩემი ძმის ან მამაჩემის განსაკუთრებით მივიდე აქციაზე ეს ადამიანები სიარულის მანერაზე ან რაღაცა თვალებზე მიცნობენ და ფაქტშორის ყველა დაჯარიმებისას ეს ადამიანები მოდიან და ჩემს სახელმწიფოს იცახიან როგორც ქალბატონო მარიამ მოგიწოდებთ მოიხსნათ მიღავი თქვენი იდენტიფიცირება შეუძლებელია და კომიკური გახდა რეალურად ეს ნაწილი მათი ეს ნაწილი თუმცა ჩემი მიზანი ერთია რომ ამ გაჯიუტებით რაღაცნაირად სისტემა შევარყიო და ამ ადამიანებს დაიძულო თავიანთი დაკისრებული მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულონ რას გულისხმობს ახლა ეს არაჯეროვნად შესრულება და ჩაგდეს რამდენიმე დღე რეალურად როცა არ დამაჯარიმეს და უკვე ვთვლი რომ რაღაცა ის არის ეს სამსახურებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და მიხარია რომ ამას აკეთებენ ძალიან მიხარია რომ ეს რამდენიმე დღეს რო აგდებენ მარიამ სიჭინავა კანონ დამრღვევად 30 დეკემბერს მას შემდეგ იქცა, რაც არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არჩეულმა, არალეგიტიმურმა პრეზიდენტმა დრაკონულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა, რის შემდეგაც საპროტესტო აქციის დროს სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა სამართალ დარღვევად ჩაითვალა. 30 დეკემბრიდან დაიწყეს ბალაკლავებზე დაჯარიმება. და გუშინ იყო მეხუთე ადმინისტრაციული სამართალი. ანუ 1000 ლარი სამგორია ხავე. იცით რა არის მუხს მგონი თვითონაც კარგად არიცნობენ ეს ადამიანები. ნაწილი განმარტავს რომ განმეორების შემთხვევაში არის 5000 ლარი ჯარიმა, ნაწილი განმარტავს რომ მუხს განმეორება არ აქვს. ზოგადად ხო ამ კანონს ალბათ პრაქტიკაში მე უფრო დახვეწავენ, იმიტომ რომ შეუძლია პირველი შემთხვევა ზუგდიდში იყო, პირველი ამ კანონის აღსრულებლების ზუგდიდის პოლიციელები იყვნენ, პირველი კანონდამღვრევი ჩვენ ვიყავით და ალბათ როცა სასამართლო პროცესი დაინიშნება, მაშინ ვხვდებით რეალურად რა როგორ არის. იმ სასამართლოში, რომელსაც მურუსიძე ჩინჩალაძის კლანი მართავს, მარიამ საკუთარი სიმართლის დამტკიცების ილუზია რა თქმა უნდა არ აქვს. შესაბამისად, მისი აზრით არაკონსტიტუციური კანონის პროტესტის ნიშნად დარღვევის ფაქტების სასამართლოში განხილვასაც უსამართლობასთან შეუპოვარი ბრძოლის ნაწილად განიხილავს. არც ერთი ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ იმ მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ თუ ვეუბნებით ამ ხელისუფლებას რომ არიან არალეგიტიმურები და თუ ვეუბნებით რომ არ ვემორჩილებით მათ, საერთოდ ვერ ხვდები აღსრულების ნაწილში რატო უნდა დავემორჩილო რა ჯარიმის სახდენის დაკისრება მათ ლეგიტიმურობას აძლევს თუ კანონს ხდის კონსტიტუციურს ხო არც ერთი რა თქმა უნდა არ ვაპირებ ამ ჯარიმის გადახდას. მარიამი არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთ მორიგ ჯერზე, როდესაც უსამართლო კანონს ისევ დაარღვევს, რეპრესიული რეჟიმის მსახურებს ნერვები უმტყუნებთ და დაჯარიმების ნაცვლად დააკავებენ. დაკავებას შეეხება, სიმართლე გითხრათ, არ მეშენია უბრალოდ კომიკურ სიხდიან თავს, იმიტომ რომ რაღაც ნაბმა გრძნობ რომ მათთვის ერთი რაღაცა ქალი მარტოხელა დედა დამოუკიდებელი ქალი როგორი საფრთხე შეიძლება იყოს სისტემაში თუ დამაკავებენ მხოლოდ ამას დაამტკიცებენ რომ ერთი ქალი წარმოადგენს მათთვის საფრთხეს რეალურად ხო არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს აქ ფიზიკურად ხო არ დავაზიანებ ვინმეს ხო ძალიან კარგად იციან მათ რომ არ მოხდება მსგავსი რამე რომ
ვიღაცა ფიზიკურად დაზიანდეს ჩვენი მხრიდან მათი მიმართულებით. ეს გამორიცხული ამბავია. თავისუფალი აზრის ჩახშობაზე ორიენტირებულ სისტემასთან ბრძოლაში მარიამ სიჭინავა მარტო არ არის. პირველივე დღეს, როცა უსამართლო კანონით აღჭურვილმა პოლიციელებმა მისი პრაქტიკაში გამოყენება დაიწყეს, მარიამს გვერდში თანამებრძოლები კერენ ესებოა და ცაბუნია ვართაგავა მოუდგნენ. ბალაკლავაზე? კაი, მეც ვიკეთებ, შეგიძლიათ ჩაწერო. აქამდე ეს პოლიცია გვაჯერებდა, რომ თითქოს რაღაც ფაქისის ზღვარი არსებობს სამეგრელოში და დაცულის ზღვარი, რომ ჩვენზე შეტევით არ გადმოდიან, რომ ჩვენზე არ ძალადობენ, თუმცა ახლა უკვე ყველანი ვხედავთ, რომ როგორც კი გაჩნდა რაღაცა პირობითი კანონი, გაიწერა, რომ მათ აქვთ უფლება ჩვენზე გამოიყენონ ძალა, ყოველდღიურად გეგმის გადაჭარბებით მოდიან და აჯარიმებენ და შემდეგ უკვე მეორედ როცა დავიხურე ეს ბალაკლავა, ის იყო სოლიდარობის აქტი კონკრეტულად, მხარდაჭერის და თანადგომის, თანამებრძოლეობის მარიამთან და ასევე მინდა რომ ეს თარგმნილ და გაგებული იქნას დანარჩენი საქართველოსთვის, რომ ზუსტად ამ კონსოლიდაციით უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ამ რეჟიმს. ზუგდიდში ვიყავით 3 ადამიანი, ვინც დავჯარიმდით პირველივე დღეს ამ კანონის ვითომ ძალაში შესვლის შემდეგ. შემდეგ პოლიციაში დამიბარეს, რა თქმა უნდა არ გამოვცხადდი, იმიტომ რომ ამასაც არ ვემორჩილები, არ ვაღიარებ რომ სამართალდამრღვევი ვარ. ჯარიმის გადახდას არ ვაპირებ, ცხადია. ივანიშვილის თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას არ გავამდიდრებ. ახალგაზრდა ზუგდიდელი აქტივისტების ამ ტრიადას პროტესტისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობის გაწევის გამოცდილება არამხოლოდ ქართული ოცნების, რუსეთუმე მთავრობასთან, არამედ თავად ოკუპანტებთანაც აქვთ. ამიტომ რეჟიმს უსამართლო კანონებით მათი ნების მოდრეკვა წესით ძალიან უნდა გაუჭირდეს. 2008 წელს ძალიან ბევრ ზუგდიდელს ოსტოში დარჩა ამ ქალაქში ძალიან კარგად ახსოვს, როგორ გადავუკეტე გზა რუსულ ჯარს აი აქ. და მაგის მერე რომ აი 12 წელიწადში ვიღაცა მიჭერს ბალაკლავის ტარებისთვის, ჩემთვის ძალიან სასაცილოა და მახსოვს აი სტატუსად დავწერე და თქვი რომ მე სახით ასამალი არ ვარ. თავიდანვე ამ რეჟიმთან ბრძოლას არ ვაპირებდი საკუთარი სახის დამალვით და არც ვაპირებ მომავალში. თუ კი ჩემი სოლიდარობის აქტი საჭირო იქნება ნებისმიერი ზუგდიდელისთვის, ან ნებისმიერი სხვა რეგიონის წარმომადგენელისთვის, ან თბილისისთვის, მზად ვარ ყოველჯერზე ცხადია დავიხო, იმიტომ რომ სულ მაქვს თან ეს ბალაკლავა. ოღონდ ეს აღარ არის ცალკეულად მხოლოდ პროტესტი ამ კანონს, არის მათ შორის, ამავე დროს არის სოლიდარობის აქტი ჩემს თანამებრძოლეებს და აღსანიშნავი ისიც არის ცხადია, რომ ჩვენ არ ვაპირებთ გადახდას ამ ჯარიმების და არ ვაპირებთ ჩვენი თანხით, ან ნებისმიერი სხვა ფონდის თანხით არ აქვს მნიშვნელობა ამ რეჟიმის გამაგრებას და გამყარებას. რეგიონებში, სადაც ყველას იცნობს, მთავრობას განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებზე მორალური თუ ეკონომიკური ზეწოლის უფრო ქმედითი ბერკეტები გააჩნია. ამიტომ გოგონები ფიქრობდნენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ აბსურდულ ცვლილებებს პირველად 46 დღიანი უწყვეტი პროტესტის ეპიცენტრში, დედაქალაქში გააპროტესტებდნენ. თავარი იდეა რაც იყო ამ პროტესტის იყო ის, რომ ეს პროტესტი ყოფილიყო სხვებისთვისაც გადამდები. ჩვენ ველოდებოდით, რომ ამას დაიწყებდა თბილისი და თუმცა არ აღმოჩნდა ასე, ამიტომ ახლა ველოდებით თბილისის რეაქციას, გვინდა რომ თბილისმა მასიურად დაიწყოს ბალაკლავის ტარება და აჩვენოს სისტემას, რომ არ უშინდება არანაირ მათ არალეგიტიმურ, არაკონსტიტუციურ კანონში. სოლიდარობა სახეზეა. ზუგდიდელების ესტაფეტა როგორც ქუთაისელებმა, ასევე თბილისელებმა აიტაცეს. ქუდის გამო 5ჯერ დაჯარიმებული მარიამი კი პროტესტის კიდევ ერთ არასანქცირებულ ფორმაზე. საპროტესტო აქციის დროს პიროტექნიკის გამოყენებაზე გადავიდა, რაც სასჯელის ზომად 5000 ლარს ითვალისწინებს.